სახელითა მამისათა დაძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ. ტრადიციულად წიგნით ეს წიგნი ხელში რო უნდა გეჭიროთ სულის წიგნია. ესე იგი ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს განხილვა მიმდინარეობს რამდენიმე კვირა არის. დღეს წაკითხული იქნა მეხუთე თავის რამდენიმე მუხლი, თუმცა კი მე შევეცდები რომ ცოტა უფრო მეტი გითხრათ ვიდრე იმ მუხლებში, მეტი იმაზე მეც კი არ გეტყვით რაც აქ წერია, უბრალოდ გულისხმობ ცოტა უფრო რაოდენობრივად მეტი მუხლი წავიკითხო. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ შეგახსენებთ, ეფესელთა მიმართ ეპისტოლე დაიწერა, როდესაც პავლე მოციქული პატიმარი იყო. ამიტომაც ეს ეპისტოლე გახლავთ ესე შეიძლება ითქვას შუაზე გაყოფილი სულ 6 თავია. პირველი 3 თავი გახლავთ სწავლება საღვთისმეტყველო, შემდეგი 3 თავი გახლავთ სწავლება ზნეობრივი, როგორ უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანი და ვინ უნდა იყოს ქრისტიანი ამის შესახებ. ამიტომაც მეხუთე თავი სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობს, ისევე როგორც მეოთხე თავშიც ჩვენ იგივეს ვნახავთ და თუ ამას მე იმედი მაქვს რომ ასე წიგნით რო გამოვდივარ თქვენ ამით ბიძგს გაძლევთ რომ სახლშიც გადაშლით ამას და წაიკითხავთ მეოთხე თავი როგორ მთავრდება ყოველგვარი სიმწარე მძვინვარება რისხვა ყვირილი გმობა განგშორდეთ და ყველა ბოროტებასთან ერთად განშორებული იყოს თქვენგანო აი რა კარგი სიტყვებია რაღაცნაირად რა უნდა იყოს შორს შენგან ამას ყველაფერს უნდა სწავლობდე მეხუთე თავი ასე იწყება მას მიბაძეთ ღმერთს როგორც საყვარელმა შვილებმა იარეთ სიყვარულში ისევე როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად საამო კეთილსურნელებად ხო საინტერესო ამბავია მიბაძეთ ღმერთს როგორც საყვარელმა შვილებმა იარეთ სიყვარულში ისევე როგორც ქრისტემ შეგვიყვარა და როგორ შეგვიყვარა ქრისტემ ჯვარს ეცვა ჩვენთვის როგორ შეიძლება ვიყოთ მისი საყვარელი შვილები? შვილები შეიძლება ვიყოთ თუ კი მივბაძავთ. აი ამ ბაძველობისკენ, როდესაც გვიბიძებს ეს ბაძველობა რა არის? იცით რომ ღმერთს როგორ უყვარს ადამიანი? ღმერთს ადამიანი უყვარს ისეთი, როგორიც არის. აი ეს არის განსხვავება ჩვენ სიყვარულსა და ღმერთის სიყვარულს შორის, იმიტომ რომ ჩვენთვის გაყოფილია ეს სიყვარული ასე, ჩემიანი და სხვისიანი. ცოდვილი და არაცოდვილი, თეთრკანიანი და შავკანიანი და ასე შემდგომ უამრავი ჩამონათვალი შეიძლება ნახოთ იქ რაღაცა თქვათ ის არამართლმადიდებელი და მართლმადიდებელი რაღაცა უამრავ დაყოფას ნახავთ მენდელევის სისტემა მახსენდება ხოლმე ასე მენდელევის სისტემაში თითოეულს აქვს თავისი ადგილი და აქედან ჩემიანი ძალიან ცოტაა ასე რომ ღმერთისთვის არ არის ეს ასე და ამაში უნდა ბაძავდეთ სწორედ ღმერთსო ამის შესახებ არის ლაპარაკი იწყება შეგონება ნახეთ რა კარგი სიძვა და ყოველგვარი უწმინდურება ან ანგარება არც კი იხსენებოდეს თქვენ შორისო რას გულისხმობს იცით რომ არ იხსენებოდეს განა ის რომ სიძვას არ უნდა ჩადიოდეს ადამიანი ამ თემებზე არც უნდა მიმდინარეობდეს საუბარი და განხილვა ისევე როგორც წმინდებს შეშვენითო, ანუ წმინდების ჩვევა რაც არისო. წმინდანების შეკრება თუ გინახავთ, ისინი სიძვაზე, მრუშობაზე, ქურდობაზე და მკვლელობაზე არ ლაპარაკობენ. ამ თემებს საერთოდ არც განიხილავენ, მინდა გითხრათ. არ არის ეს სალაპარაკო თემა, რაც ეხლა ჩვენში ძალიან მინდა გითხრათ, რომ ისე შემოიჭრა განსაკუთრებით მედიაში, სადაც არ უნდა იმას წაიკითხავთ, წერილობითია ეს თუ რაღაცა ტელეგადაცემა არის, ყველგან განიხილავენ მსგავს საკითხებს. სიძვამრუშობისა და ადამიანების უფლებებისა და იმას თუ აქვს ამის უფლება და იქ რაღაცა სქესის აი განიხილავენ ამ საკითხებს, რაც ძალიან დიდი საცდურია. ეს არ არის წმინდანების თვისება, მინდა გითხრათ. ეს არ არის ქრისტიანული, იმიტომ რომ ერთხელ ადამიანმა არსება სტატისტიკა არის ასეთი, რომელმაც წაიკითხა სისხლის სამართლის დანაშაულებებს, რაღაცა კოდექსებს რომ ეცნობოდა, გადაწყვიტა რომ დანაშაული ჩაედინა. და რომ კი ეს თვითონ განაცხადა.
ეს დანაშაული თავში აზრადაც არ მომივიდოდაო, რომ არ წამეკითხა მესამ კოდექსშიო. ამიტომაც ეს ძალიან საშიში რამ არის. ჩვენ თუ კი ამას ვუყურებთ ხოლმე, იცოდეთ რომ საშიშია თითოეული ჩვენგანისთვისაც, იმიტომ რომ ადამიანს რაღაცა სურვილი უჩნდება, რომ იქ ცხვირი ჩაყოს, სადაც არ არის მისი საქმე. ჩვენი საქმე სულ სხვა არის. მადლიერება ღვთისა და ფსალმუნთა საგალობელი, როგორც ამ თავში წერია და მოგახსენებთ ამის შესახებ. ასევე უგვანის აქციელი, ფუჭსიტყვაობა, თუ ლაქლაქი არ შეგფერით. არ შეიძლება ფუჭსიტყვაობა, ლაქლაქი, რომელიც არაფრის მომცემი არ არის. ის ტელეგადაცემა იქნება თუ წიგნი იქნება თუ მამაო, რატომ არ შეიძლება გასართობა წასვლა, როგორ არ შეიძლება? პირდაპირ გეტყვით რომ შეიძლება, ოღონდ გააჩნია გართობას რას ეძახი. თუ ეს მხოლოდ ფუჭსიტყვაობა და ლაქლაქია და მეტი არაფრის მომცემი არ არის შენთვის, რა თქმა უნდა იქ არ უნდა წახვიდე, არც უნდა გინდოდეს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ადამიანი ყოველთვის ზრდას უნდა ცდილობდე, რომ წინ მიდიოდე ამ ყოველივეში. არამედ უფრო სამადლობელი, რა შეგფერის ქრისტიანებს, ნახეთ, სამადლობელი, რადგან ეს იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმინდურს, ან ანგარს, რომელიც არის კერპთაყვანისმცემელი, არ აქვს მემკვიდრეობა ქრისტეში და ღმერთის სასუფეველში. მე თქვენი ყურადღება განსაკუთრებით მინდა გავამახვილო, ხა მეძავობა და უწმინდურება გასაგებია, მაგრამ ანგარება ყოფილა თურმე კერპთაყვანისმცემლობა, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს. საიდან ვიცით ეს? იცით რომ კერპთაყვანისმცემლობა 21 საუკუნეში რო გონია რომ აღარ არსებობს, სინამდვილეში არსებობს ის ანგარების სახით. როდესაც შენ ხარ მომხვეჭელი, იცოდე რომ ეს შენთვის კერპია. და ვნახოთ რა წერს ისაია წინასწარმეტყველი ამის შესახებ. ეს გახლავთ ისაია წინასწარმეტყველის მეხუთე თავი. ვაი თქვენ სახლზე სახლს რომ მიიტაცებთ, მინდორზე მინდორს რომ მიმატებთ და სხვას ადგილი აღარ რჩება, თითქოს მხოლოდ თქვენ უნდა ცხოვრობდეთ ქვეყანაზე. ჩემს გასაგონად თქვა საბაოდ უფალმა, მრავალი ასეთი სახლი დაიცლება და დიდი და ლამაზი გამოცარიელდება. სახლზე სახლს რომ მიიმატებთ და მინდორზე მინდორს. ვაი მათ, ვინც ამაოების საბელებით მიითრევთ ურჯულოებას, საურმე ჭაპანით ცოდვას. ვაი მათ, დილადრიან სასმელს რომ ეძებენ და გვიან ღამემდე უსხედან ღვინით გაბრუჟებულნი და ქნარი და ებანი და სტვირი და ღვინო ღვარადაა მათ ნათიმებზე. უფლის საქმეს კი არ უყურებენ და მის ხელთაქმნილებას ვერ ხედავენ. მის ხელთაქმნილება ვინ არის გვირგვინი ამ ხელთაქმნილებისა? ადამიანი, რა თქმა უნდა. როდესაც შენ ადამიანი არ გაინტერესებს და ქონებაზე უმატებ და აღარ იცი როგორ შეიძინო კიდე უფრო მეტი. ეს გახლავთ სწორედ კერპთაყვანისმცემლობა, რომლის შესახებაც არის ლაპარაკი. კერპთაყვანისმცემლობა არ გეგონოთ რომ ვიღაცამ აღმართა რაღაცა სვეტი, გამოაქანდაკა და მიხვიდე უნდა და თავი უნდა დაარტყა. შეიძლება უხილავია ეს ამ სვეტის სახით არ ჩანს, მაგრამ იცით რითი ჩანს? როგორ ცხოვრობ, საითკენ მიისრაფი, რისკენ არის მიდრეკილი შენი სული, რაღაცის შეგროვებისკენ, დაგროვებისკენ და ეს რაღაცა გაუმაძღარი, შეიძლება ითქვას რაღაცა ამოუსებელი ჭარის, რომელიც გინდა და გინდა რომ კვლავ ივსებოდეს და ამოუსებელია, შეუძლებელია. და დაცარიელდება ასეთი სახლი და დაცარიელდება ასეთი მინდვრები. მე აღარ წაგიკითხეთ ამის შემდგომ რას ამბობს უფალი. იმედი მაქვს რომ თქვენ თვითონ წაიკითხავთ. იცით რას ამბობს? ასე თუ იცხოვრებს ადამიანი, აი ესეთ ადამიანებს გავდევნი მე ამ ქვეყნიდან და მათ მაგივრად მოვლენ უცხონი. ეს იქნებიან უცხონი, რომლებიც არ დაიღლებიან თქვენი ტანჯვა წამებით, გამრავლდებიან თქვენს ქვეყანაზე და ეს მე ძალიან მახსენებს დღევანდელ დღეს სამწუხაროდ. კარგით, გავაგრძელოთ. არავინ გაცთუნოთ ფუჭის სიტყვებით, რადგან ამისთვის ღმერთის რისხვა ეწევა ურჩშვილებს. ეს კვლავ ეფესელთა ეპისტოლეს ვკითხულობ. ფუჭის სიტყვებით თუნება რა არის, ამაზეც მოგახსენებთ. ამიტომ ნუ იქნებით მათი თანაზიარნი. რადგან ოდესღაც იყავით სიბნელე, ახლა კი ნათელში ხართ უფალში. ფუჭის სიტყვები გახლავთ ყველა ის ჩამოთვლილი, რომელზეც ვილაპარაკეთ ჩვენ, რომ უაზრო ლაქლაქით არ უნდა გაყავდეს ადამიანს დრო და ფუჭი დროსტარება არ უნდა იყოს მისი ცხოვრების მიზანი.
ნუ იქნებით მათი თანაზიარნი. რადგან ნათლის ნაყოფი არის ყოველივე სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაში. სიმართლესა და ჭეშმარიტებას უნდა ვემსახურებოდეთ ჩვენ და ეს სიმართლე და ჭეშმარიტება უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების წესი. სხვაგვარად არ შეიძლება ადამიანი რომ ცხოვრობდეს. ქრისტიანი ადამიანი რომ ცხოვრობდეს არ შეიძლება, იმიტომ რომ ამ სინათლეში მე ჭეშმარიტებაზე უნდა ვლაპარაკობდე. როგორც არ უნდა ამიგრძალონ რომ ცოდვა დავარქვა, ჩემი ვალდებულებაა რომ გითხრათ, რომ ანგარება დიდი ცოდვაა მაგალითად, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ, რომ სიძვა და მრუშება დიდი ცოდვაა და ამას არ უნდა ჩადიოდეს კი არა. არც კიდე უნდა განიხილავდეს ადამიანი ამ თემას, რომ რაღაცა კუთხით შეიძლება შეღავათები კონდეს. რატომ მიმდინარეობს ეს განხილვები? იმიტომ რომ ადამიანს სისუსტეებზე, ადამიანურ სისუსტეებზე ასეთი შეღავათები დაუშვან. მეტი არაფერი. ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ დრო გვაქვს ცოტა და ამიტომ ძალიან ჩქარა ვკითხულობ. ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ უფრო მეტი ამხილეთ. ესეთ ჩვენი მოვალეობაა. ოღონდ ხილება არ უნდა აგვერიოს ერთ რამეში, რომ ჯერ საიდან იწყება ეს სანამ ამხილეთო იტყოდა. როგორც უნდა მიბაძოთ ღმერთს სიყვარულში, თუ შენ ესე შეგიყვარდება ადამიანი, რომ ჩემიანი და სხვისიანის გარჩევა აღარა გაქვს, მაშინ უფლებაც გაქვს ხილებისა. მაგრამ თუ შენიანის და სხვისიანის გარჩევა გაქვს, იცოდეთ რომ მაშინ ხილებას ნუ დაიწყებ, იმიტომ რომ შენიანის ხილება გაგიჭირდება, სხვისიანს ადვილად ამხელ. უფრო მეცაც გეტყვით, წმინდა წერილს როდესაც ვკითხულობ, თუნდაც აი ამ მუხლებს რო ვკითხულობ, თქვენ არ გეგონოთ, რომ ამის კითხვა მიმდინარეობს იმისთვის, რომ სხვა ადამიანები უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენ, ვინმე ან ანგარებაში და ან სიძვაში. საკუთარი თავის საპოვნელად არის თითოეული სიტყვა დაწერილი. როგორც კი ადამიანი სხვის ძებნას იწყებს ამ წაკითხულ სიტყვებში, იცოდეთ რომ ის აცდენილია ქრისტეს სულს, ამ ჭეშმარიტების, აი ამ სახარებისეულ სულს და აბსოლუტურად სხვა სულით მეტყველებს. ნუ შეეზიარებით ბნელს გითხარით, არამედ ამხილეთ, რადგან მათგან ფარულად ჩადენილი სალაპარაკოდაც კი სამარცხვინოა. ხოლო ყოველი მხილებული ნათლისაგან მჟღავნდება, რადგან ყოველი გამჟღავნებული ნათელია. ხო მართალია, ყველაფერი ჩანს, რაც გამჟღავნდა. ამიტომ ამბობს, გაიღვიძე მძინარეო და აღზრდე მკვდრეთი და გაგინათებს შენ ქრისტე. უნდა გაიღვიძო ამ ძილისაგან. გონება მღვიძარებაში ამყოფო, რომ რითი ერთობი და რას აკეთებ ცხოვრებაში. რითი არის შენი სული დაკავებული, რომ ამ სიმღერამ თვრალობით თუ სხვა კიდე რაღაცეებით, ფუჩ სიტყვაობით და უაზრო ლაქლაქით, რომელიც არაფრის მომცემი არ არის შენთვის. განსაკუთრებულად ეს მარხვაში უნდა ფრთხილობდეს ადამიანი ამისგან, რომ რაღაცნაირად ეს სულიერი წრთობა მიიღოს. მას ყურადღებით იყავით, როგორც იქცევით, მოიქეცით არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენი. გამოიყენეთ ჟამი, რადგან ეს დღეები ბოროტია. რას ნიშნავს? დღე როგორ შეიძლება იყოს ბოროტი? აი ბოროტი დღე როგორ შეიძლება იყოს? გამოიძიებდით ამ ჟამსო, რადგან დღეები ბოროტიაო. თანამედროვეობის ყველაზე საშინელი ბოროტება იცით რა არის? ეშმაკი, რომელიც თანამედროვე ადამიანს განსაკუთრებულად ებრძვის თანამედროვე საზოგადოებაში. ეს გახლავთ ეშმაკი, რომელიც დროს პარავს ადამიანს. აბა დაფიქრდით თუ ესე არ არის. რაში გვაყავს ჩვენი დროის უმეტესობა და ამის მიხედვით იმჟელეთ. რაში გადის ჩვენი დროის უმეტესობა? თუ შენ დროს ატარებ წმინდა წერილის კითხვაში, თქვათ წმინდა მამათა რაღაცა შემეცნებაში, თუ თქვათ ფსალმუნებაში, როგორც ახლა წავიკითხავთ აქ, რას ნიშნავს ეს ფსალმუნება? ჩვენს გონებას ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს. მეხსიერების დიდი შესაძლებლობა აქვს და რა შეიძლება იმახსოვრებდეს ჩემი გონება? იმ ტელესერიალებს, რომელიც გამუდმებულად გადის ტელევიზიით თუ იმ რაღაცა შოუ პროგრამებს, რომელიც გამუდმებულად სიძვამრუშობაზე მელაპარაკება, თუ შეიძლება ჩემს გონებას მე ვაიძულებდე, რომ მაგალითად დაიზეპიროს ისეთი ფსალმუნი, რომელიც აქამდე არ ვიცოდი, 50-ე ვისწავლე, იძულებული გავხდი ყოველ დილით ვკითხულობ, დილის ლოცვაში თუ ვკითხულობ. ხო და ახლა მეტი რომ არ ვიცი, მოდი იქნება 59-ს ვისწავლო, რომ მაინტერესებს მეორედ მოსვლა, როგორი იქნება, 59 ფსალმუნში წერია, ვისწავლი რატომაც არის.
რატომაც არა. ვისწავლი პირველ ფსალმონს, როგორი უნდა იყოს ბედნიერი ადამიანი და ვინ არის ბედნიერი ადამიანი, ნეტარ არის კაცი, რომელი არ ამივიდა ზრახვასა, უხთოთასა, ასე რომ იწყება. ვისწავლე მეორე ფსალმონს და წარმოიდგინეთ, ეხლა როცა ვზივარ ავტობუსში, ტრანსპორტში, სადღაცას მივდივარ, ჩემი გონება იმით კი არ არის დაკავებული, ეხლა როგორ გავერთო და ვათვალიერო, უაზროთ ის ბრწყინვალე არქიტექტურა, რომელიც დღეს თბილისშია. არამედ ჩემი გონება დაკავებულია იმით, რომ ნეტარი ადამიანი ვინ არის და ამ ნეტარებას რომ მივახციო, მე რა უნდა გავაკეთო ამისთვის. და ამას შეიძლება გონებაში ვიმეორებდე. ნეტარ არის კაცი, რომელი არ ამივიდა ზრახვასა უხთოთასა. ახლა ფიქრი წამივა, ეს უხთოთა ზრახვა სად არის? მეც სადაც მივდივარ ახლა, იმ შეკრებაზე. უხთოთა ზრახვა იქ თუ პირიქით საღვთო ზრახვებია. ამიტომაც ეს ყველაფერი კარგად უნდა გამოიძიო ჩემო კარგო, ამ ეპისტოლეში ამას გვეუბნება პავლე მოციქული, სხვას არაფერს. ამიტომ ნუ იქნებით უგუნურნი, ნუ დაითვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით, ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში, რომ იცოდეთ ფსალმუნები, აბა, წარმოიდგინეთ, ხო არ მოგბეზდებოდ 150 ფსალმუნი იყვნენ ადამიანები, ზეპირად იცოდნენ. და რა ბედნიერება, არა, სადაც არ უნდა წახვიდე, სულ რომ 10 საათის ის იყოს სამგზავრო. ჩაჯდები და სანამ ამ ფსალმუნებს ბოლოში გახვალ ისე გააზრებულად რომ კითხულობდე, შენი მგზავრობაც დამთავრებულია. მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისათვის, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით ღმერთსა და მამას. აი ესეთი შეგონებებია დღევანდელ სამოციქულოში მოცემული ეფესელთა მიმართ, რომის წერა ეს მიმათ არ ეკუთვნით, ხოლო თითოეულ ჩვენგვანს გვეკუთვნის და მე მინდა მოგიწოდოთ აი ამ მარხვაში. როდესაც შეკითხვა ჩდება, როგორ ვიმარხულო ვიღაცას თქვა ჯანმრთელობის გამო რძის პროდუქტი სჭირდება, ვიღაცას კიდე უფრო მეტი შეიძლება ხორცის პროდუქტი და მიდის ამაზე განსჯა, ვაიმე მამაო როგორ შევჭამო და აქამდე რო არ მიქნია, იცით რა, მოდით ჭამეთ ყველაფერი, ოღონდ დააკვირდით რამდენ შეჭამთ. ვისაც გჭირდებათ, რა თქმა უნდა. რამდენ შეჭამს იმათ დააკვირდით და თქვენი თავარი ფიქრი იყოს ის, რაც დღეს ჩვენ ამ წმინდა წიგნში წავიკითხეთ. თავარი საფიქრელი და თავარი საზრუნავი იყოს ის, რომ საღვთო ზრახვასთან თანხმობაში ხარ თუ არ ხარ და რომ გაარკვიო ეს თანხმობაში ხარ თუ არ ხარ. მისი ნება რომ გამოიძიო. კვლავ ამ წიგნს უნდა ჩახედო და ნახო, რა არის უფლის ნება, რა სურს მას შენგან და შენ რა გინდა მისგან. ეს ყველაფერი. აქ იპოვება ამაზე პასუხები და მე მინდა რომ თქვენ თვითონ ეძიებდეთ ამ პასუხებს და ერთად განვიხილავდეთ ამ პასუხებს, რომ ჩვენი შეკრება გავდეს ფსალმუნებას, სამადლობელს და არა უაზრო და ფუჭ შეკრებას და ზრახვას, სადაც მხოლოდ შეიძლება დაილიოს ღვინო და არაფერი არ დარჩეს მეტი შინაარსობრივად თითოეულ ჩვენგანში და რაღაცნაირად ცარიელი, როგორც ცარიელი, კიდევ უფრო ცარიელი წახვიდი ამ შეკრებიდან. ღმერთმა მოგცეთ სიკეთე, ღმერთმა მოგცეთ გონება და შემეცნება ამ ყოველივესი. ამინ.